მასწავლებლის დღის საათნახევრიანი ღონისძიება 628,000 ლარი დაუჯდა ბიუჯეტს. კომპანია კი არის თიხარტი, რომელსაც განათლების სამინისტრომ კონკურსის გარეშე გაუფორმა ხელშეკრულება. ნინო ზუზუნოდია არის ამ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელთანაც დღეს რამდენიმე მთავარი კითხვა გქონდა. ბუნებრივია, ვისი მხარდაჭერით და როგორ მიიღო ეს გამარტივებული შესყიდვა. თუმცა ნინო ზუზუნოდიამ კითხვებზე პასუხების გასცემის ნაცვლად ამჯობინა რუსულ ენაზე მილიონ ვარდზე ემღერა ჩვენთვის, თუმცა ყველა კითხვა მცდელობის მიუხედავად მან დატოვა უპასუხოდ. ასევე განათლების მინისტრი იყო ის პირი, ვისთანაც არსებობს მთავარი კითხვები, თუ რა პრინციპით შეარჩია მაინც და მაინც ნინო ნოდიას კომპანია. ხომ არ გაუწია მას რეკომენდაცია თიკა რუხაძემ, კულტურის მინისტრმა, რომელიც საზოგადოდ ცნობილია, რომ ნოდიას უახლოესი მეგობარია და ასევე ნოდიას კომპანიაში თიკა რუხაძე მუშაობდა დიდი ხნის განმავლობაში მრჩევლად. კითხვები მრავლადაა, თუმცა ამაზე პასუხები ვერ მივიღეთ. მათ შორის გივი მიქანაძე ამბობს, რომ არ გადაუხედია ხარჯებისთვის და ეს არ არის მისი კომპეტენცია, არა და ხარჯები არის ძალიან საინტერესო. 628,000 ლარიდან მაგალითად 60,000 ლარი თითქმის მიმართული იყო მხოლოდ ფურშეტზე, ჭამასმაზე, ასე ვთქვათ, ასევე 20,000 ლარი, რომელიც გაწერილი იყო რეჟისორისთვის და იმ ფონზე, როდესაც საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო იყო მხოლოდ 10,000 ლარი. ასევე ასისტენტები, პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელები არიან ის პირები, ვინც კოლოსალური ხელფასი მიიღეს. თუ ჩავხედავთ სიასაც, ძირითადად ხვდებიან აქ ქართული ოცნების მიმართ დადებითად განწყობილი მომღერლები და გუნდები და მათი ხელფასის და ანაზღაურებაც საშუალოდ 20,000 ლარი ასე გამოიყურება. ქალბატონო ნინო, გამარჯობა. 628,000-იანი ხელშეკრულება თიკა რუხაძის რეკომენდაციით მიიღეთ? მილიონ ალეხრო იზაკნა ეს არის თქვენი პასუხი, ქალბატონო ნინო? გამარტივებული შესყიდვა როგორ მიიღეთ, ქალბატონო ნინო? ჩვენ ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, რომლითაც 3 კომპანია იქნა შერჩეული, როგორც მახსოვს, ერთ-ერთმა უარი თქვა, ხოლო თავისი გამოცდილებითა და კონკრეტული თანხის ოდენობით, რომელიც ამ კომპანიამ წარმოადგინა, ვიზეც თქვენ მეკითხებით, მე მგონი მთელი საქართველოს და საზოგადოება დარწმუნდა, რაოდენ მაღალი დონის ღონისძიება ჩატარდა 27 ოქტომბერს. კულტურის მინისტრის რეკომენდაცია არ მიგიღიათ ამ კომპანიაზე? საერთოდ რა შუაშია კულტურის მინისტრი? თქვენ არიცით თიკა რუხაძე რომ მუშაობდა ამ კომპანიაში და დასაქმებული იყო წლების განმავლობაში? ბევრ ადგილას მუშაობდი მეც და ჩემი ბევრი კოლეგა. თავარი არის, რომ კომპანიამ წარმოადგინოს ერთიანი განაცხადი, შემდგომში ეს არის კომპანიის მიერ ჩაშლილი ბიუჯეტი. არ ვწოდნიათ და მე კიდე ერთხელ გეუბნევით, რომ ჩვენ დეტალებში არ ჩავდივართ, კომპანია წარადგენს ერთიან ხარჯთა რიცხვა ბატონო. ეს არ არის უკვე ჩვენი კომპეტენცია. 628,000 ლარი, ეს არის მხოლოდ ერთი ღონისძიებიდან მიღებული თანხა თიხარტის შემთხვევაში, რომელიც ბოლო დროს შესყიდვებში საკმაოდ ხშირად ჩანს. მიუღია ბოლო პერიოდში მერიის მხრიდანაც ხელშეკრულება და მხოლოდ ბოლო ერთ თვეს თუ დავიწყდით, მილიონზე მეტის ხელშეკრულებები აქვს და თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული. კითხვები მრავლად აქვს კორუფციის მკვლევარებს, ხომ არ ხდება ნინო ნოდიას კომპანიის წამოწევა წინ კულტურის მინისტრის რეკომენდაციებით. ეს იყო ლიკა ჯანყარაშვილი და